ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენ ვიყავით ჩართულები ატლასის ინჟინერიაში. ქართველები თავისი კვალიფიკაციის მიხედვით იყვნენ მოწვეული. შევქმნით ატლასის გეომეტრიული მოდელი. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი სპეციალისტების წვლილი და მე ვიტყოდი, რომ მათთან უმაღლესი დონის თანამშრომლობა გვაქვს. ამ ინფორმაციას პირველად ის ქვეყნები მიიღებენ, რომლებიც არიან მონაწილე ქვეყნები, როგორც არის საქართველო თქვა დღეს. გამოდიდებელი შუშა, რომლითაც სამყაროს დასაწყისი შეგვიძლია დავინაოთ. ნაწილაკებზე მონადირე, დროის მანქანა, ჰაბლის ტელესკოპი მიკროსამყაროსათვის. ზედმეტსახელების ჩამოსვლას აღარ გავაგრძელებ, მგონი ისედაც გასაგებია რაღაც განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე. თუკი ამ სამეცნიერო მონსვით, სხვა ყველაფერს იკეთესთან ერთად, მიკროსკოპული შავი ხვრელების აღმოჩენასაც მოახერხებენ, რისიც ასე ძალიან გვეშინია ყველას. მაშინ მე-20 საუკუნის ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენის, კვანტური მექანიკის და ფარდობითობის თეორიის გაერთიანება შესაძლებელი გახდება. რაც გაცილებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მეცნიერებისთვის, ვიდრე გალილეო გალილეის აღმოჩენა თავის დროზე. ყველაზე რთული და ძვირადღირებული. ყველაზე დიდი და გაუგებარი. ეს დიდი ადრონული კოლაიდერია. დიდი იმიტომ, რომ დიდია. ადრონული იმიტომ, რომ ძიმე ნაწილაკებს აჩქარებს. კოლაიდერი იმიტომ, რომ აჩქარებული ნაწილაკები ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. როცა ენერგია საკმარისი იქნება, ერთმანეთს დაეჯახებიან და ამით მეცნიერების სამყაროს დაბადების, დიდი აფეთქების იმიტაციას გააკეთებენ. The LHC is really the flagship project of science. დიდი ადრონული კოლაიდერი დღეს მართლაც ყველაზე მოწინავე პროექტია. ყველაზე რთული სამეცნიერო ინსტრუმენტი, რაც ოდესმე შექმნილა. ის გაკეთდა იმისთვის, რომ გამოიკვლიოს ფუნდამენტური ფიზიკის ყველაზე რთული საკითხები. რა არის მატერია, საერთოდ რატომ ვართ ჩვენ აქ? რა სიმეტრია არსებობს მატერიასა და ანტიმატერიას შორის? უამრავი სხვა საინტერესო კითხვა არსებობს. ამიტომ ვატარებთ ამ ყველაზე ამაღელვებელ ექსპერიმენტს CERN-ში. I think it is the most exciting scientific experiment of our time. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში თეორიულ ფიზიკაში გაკეთებული აღმოჩენების ექსპერიმენტული შემოწმება და ზოგადად სამომავლო პროგრესი ბევრად უფრო მეტს ითხოვდა, ვიდრე ეგრეთ წოდებული სამზარეულოს ტიპის ექსპერიმენტები. დიდი ხნის გასული იყო დრო, როდესაც აღმოჩენები შეიძლება ითქვას სამზარეულოში კეთდებოდა და ერთი ოთახი ან რაღაც მცირე ზომის ლაბორატორიები იყო საკმარისი იმისთვის, რომ აღმოეჩინოთ დიდი აღმოჩენები გაეკეთებინათ. მაღალი ენერგიების ფიზიკა საგრძნობლად გართულდა. ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტების მდიდარი ინტელექტუალური ტრადიციების მიუხედავად, ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა კვლევების გაგრძელებას. აუცილებელი გახდა არსებული ინტელექტუალური თუ ფინანსური რესურსების გაერთიანება. 1953 წელს იუნესკოს რეკომენდაციითა და 12 ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე შვეიცარიაში ქალაქ ჟენევასთან ევროპული ბირთვული კვლევების ცენტრი CERN-ი შეიქმნა. მოკავშირე ქვეყნების რაოდენობა უკვე 20-მდე გაიზარდა. დანარჩენი ევროპული ქვეყნების ძირითადი ნაწილი დამკვირვებლების სტატუსით არიან. მათ შორის საქართველოც. ქართველები თავისი კვალიფიკაციის მიხედვით იყვნენ მოწვეული. დღესდღეობით გაეროში ცნობილია, რომ არის 205 თუ მეტი ქვეყანა. მაგრამ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობს 35 ქვეყანა. თქვენ არ იფიქროთ, რომ ვინმე ფინანსები უჭირს ან რაღაცა. უბრალოდ მათ არ ყოფნით ყველგან არ არის ასეთ კვალიფიციური კადრები. და ის ფაქტი, რომ ჩვენი ასე ვთქვათ სპეციალისტები და მეცნიერები აი მოხვდნენ ამ 35 ქვეყანაში, მე მგონი ეს არის უდიდესი აღიარება
CERN-ი დაარსების დღიდან მეცნიერების ციტადელად იქცა. მის ლაბორატორიებში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები და ინჟინრები ყველაზე პროგრესულ თეორიებზე და ექსპერიმენტებზე მუშაობდნენ. დღეს ეს სამეცნიერო ცენტრი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ექსპერიმენტისთვის არის მზად. 27 კილომეტრიანი გვირაბი 100 მეტრის სიღრმეში. 9600 ზეგამტარი მაგნიტი. 20 მონაწილე და 35 დამკვირვებელი ქვეყანა. 135 ქვეყნის სამეცნიერო ინსტიტუტები. 3000 მეცნიერი და 7000 მუდმივი თანამშრომელი. ჩართული არიან პროექტში. ასეთი მასშტაბური სამეცნიერო კოლაბორაცია პირველია მსოფლიოს ისტორიაში. პროექტის ხარჯი 6 ბილიონი ამერიკული დოლარი. 2009 წლის 20 ნოემბერს კოლაიდერი მეორედ ჩაერთო. აჩქარებულმა პროტონებმა წარმატებით გაიარეს კოლაიდერის 27 კილომეტრიანი წრე. ამუშავებიდან რამდენიმე დღეში კოლაიდერმა უკვე მოხსნა მსოფლიოში დღემდე არსებული ამ აჩქარებლების ყველა რეკორდი. მიმდინარე წლის განმავლობაში კოლაიდერი საშუალო დატვირთვით 7 ტევამდე ენერგიით იმუშავებს და წლის ბოლოს გამოირთვება. ამის შემდეგ კოლაიდერი მაქსიმალურ ენერგიაზე 14 ტევამდე ასაჩქარებლად მომზადდება. ასე რომ სენსაციურ აღმოჩენებამდე მოცდა მოგვიწევს. ვიდრე თეორეტიკოსი ფიზიკოსები ამ უცნაურ მანქანაზე კიდევ უფრო უცნაურ თეორიებში ამოწმებენ, გავიხსენოთ, რომ მისი შექმნის პირველი ფაზა ინჟინერია იყო. როდესაც ჩაირთვება ეს ყველაფერი, როდესაც პირველი ექსპერიმენტი იქნება, როდესაც პირველი მონაცემი იქნება მათი ინტერპრეტაცია, მათი გაანალიზება, მათი სამეცნიერო წვდომა და იმ კანონზომიერებების ძიება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფიზიკოსების ტრიუმფი იწყება მერე, როცა უკვე ინჟინრები თავის საქმეს დაამთავრებენ. ალექსანდრე შარმაზანაშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კატია პროექტის მენეჯერი CERN-ში. რა არის შავი მატერია? არსებობენ თუ არა პარალელური განზომილებები? ვიპოვნით თუ არა ჰიგსის ბოზონს? საშიშია თუ არა მიკროსკოპული შავი ხვრელები? კითხვა ბევრია. ლოგიკურად იბადება კიდევ ერთი. როგორ უნდა აშენდეს მანქანა, რომელიც პასუხს გასცემს ფუნდამენტური ფიზიკის მთავარ კითხვებს? პირველ სირთულეებს ინჟინრები წააწყდნენ. საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ რთული საინჟინრო დავალება არის. ამ აჩქარებლის მშენებლობა 2001 წელს დაიწყო. მისი ცალკეული ნაწილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქმნებოდა. ადგილზე მის აწყობას 2 წელი დასჭირდა. 90% არის ინჟინერია. ამ აჩქარებელზე 6 დეტექტორია. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად სხვადასხვა კუთხითა და ტექნოლოგიით შეისწავლის აჩქარებულ ნაწილაკებს. აქედან ძირითადი ორია. გიგანტური ზომის მეფე დეტექტორი ატლასი, 46 მეტრის სიგრძით და 25 მეტრის სიმაღლით. და ყველაზე მძიმე 80,000 ტონიანი CMS-ი. მე უფრო დავარქმევდი ამას, ცოტა ამბიციურად გამომდის, მაგრამ ინჟინრული აზრის ტრიუმფი არის. პირველი ქართველი ინჟინრები CERN-ში. ჩვენ ვართ ქართველი ინჟინრების ჯგუფი, რომელიც CERN-ში გამოვჩდით 5 წლის წინ. ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა პროექტის პირველივე ეტაპზე დაიწყეთ. CERN-ში შევთავაზეთ საკმაოდ ამბიციური რაღაცა გეგმები. უთხარით, რომ შეგვიძლია რაღაცების გაკეთება, რაზეც ძალიან სკეპტიკურად შეგხვედეს. ჩვენ მანამდეც ჰქონდა ურთიერთობა მათთან, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ გაართმევდნენ თავს ამ საქმეს. თავიდან 5-6 კაცი ავიყვანეთ.
მაგრამ ჩვენ და საბედნიეროდ გაგვიმართლა იმაში, რომ ამ ხალხმა მაინც თბილად მიგვიღო და მოგწეს რაღაცა პერიოდი, ასე ვთქვათ, ადაპტაციისათვის. ცენტრში არის ესეთი სისტემა, რომ იქ არავინ არ დაგტოვებს, გაძლევენ ვთქვათ სამთვიან კონტრაქტს, თუ ივარგე გაგიგრძელებენ, თუ არა, ღიმილით დაგემშვიდობებიან და ამ ხალხმა ესე იგი ის ფაქტი, რომ 3 წელიწადი იქ იყვნენ, უკვე ნიშნავს იმას, რომ კონკურენცია მოიგეს. კონკურენცია, რომელიც ძალიან მაღალია, რადგან CERN ის ადგილია, სადაც სამუშაოდ თუ არა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ნებისმიერი მეცნიერი თუ ინჟინერი ცდილობს მოხვედრას. ჩვენ შევქმნით კომპიუტერული გეომეტრიული მოდელი, რომელზედაც ასე ვთქვათ, ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ამას მივეცით პროდუქტის ფორმა, DVD პაკეტების სახით და მასზე დავიტანეთ ჩვენი კომპანიის ლოგო, რომელშიც გაგიმხელთ ერთ ცოდვას, ასე ვთქვათ, შეგნებულად 5 ჯვრიანი დროშა დავიტანეთ ჩვენი კომპანიის ლოგოზე. ასე ვთქვათ, ატლასმაც ვერ გაგვიწია მენეჯმენტმა წინააღმდეგობა, ჩვენ მოვთხოვეთ მათ, რომ ჩვენი კომპანიის ლოგო დაეტანათ იმ პროდუქტზე, რაც ჩვენ იქ შევქმნით. იყო იქ გარკვეული წინააღმდეგობები, ისინიც მიხვდნენ, რომ ჩვენ ცოტა ვეშმაკობდით და ასე ვთქვათ, ჩვენი ნაციონალური დროშა გაგვქონდა. უხერხული მომენტია 26 ქვეყანა მონაწილეობს, ვთქვათ, პროდუქტზე არსად არ არის მათი დროშები, ლოგოები, ასე ვთქვათ და ჩვენ კიდე რაღაცა ვცდილობდით, რომ ჩვენი ქვეყნის დროშა, ასე ვთქვათ, გაგვეტანა. ქართველები CERN-ში. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში მონაწილეობს. არა როგორც ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდან, არამედ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვყოფებთ ახლა ატლასის ანგარში, აი ამ ადგილიდან ხდებოდა ატლასის აწყობა. სწორედ აქ არის ახლა დახურული არის, დაკონსერვებული არის 2 შახტა. 1 და მეორე. ანუ საით A და საით C. ეს არის შახტები, საიდანაც ხდებოდა ჩამოტანა მთელი აი ამ ნაწილების. შეგახსენებთ, რომ ატლასი აწყობილი არის მიწის ქვეშ, 100 მეტრის სიღრმეში. სწორედ აქედან ხდებოდა მთელი ტრანსპორტირება, ანუ ლიფტინგი იმ ნაწილებისა, რაც აი აქედან შემოდიოდა, აი ამ ორი ამწის საშუალებით, აი აქ მოქონდა და აი აქ ხდებოდა მათი ჩატანა. ეს დიდი ენდკაპის მაგნიტი, რომ გითხარით 280 ტონიანი, სწორედ აქედან იყო ჩატანილი. ქართველ ინჟინრებს დაევალათ შახტაში ჩასატანი ობიექტებისთვის გრაფიკული მოდელის შექმნა. ეს მოდელი დეტექტორის ძვირადღირებული დეტალების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდა. თითოეული შახტის სიგრძე არის 86 მეტრი, რომელიც ჩადის მერე ქვევით კავერნაში. კავერნა რო წარმოიდგინოთ, ეს არის ძალიან დიდი ბუნკერი, რომელიც აი მიწის ქვეშ არის განთავსებული და რომელშიც შიგნით არის ატლასის დეტექტორი აწყობილი. ქართული ჯგუფის ერთ-ერთი ამოცანა იყო მაგალითად ატლასში endcap მაგნიტის ინსტალაცია, რომელიც ის მრგვალი ცილინდრის ფორმა აქვს. 280 ტონას იწონიდა და იყო დაახლოებით 4 სართულიანი სახლის ხელა, ისე რომ აი ამ კარებში ძლივს შემოეტია. მაგალითისათვის დატვირთული მძიმე დიდი სატვირთო მანქანის წონა 7 ტონაა, აქედან გამომდინარე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რამდენად რთული იყო ამ დეტალის ინსტალაცია. ჩვენმა ჯგუფმა გათვალა აი ამ მონსტრის, ასე ვთქვათ, გადაადგილების ტრაექტორია, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ის ჩატანილი მიწის ქვეშ 100 მეტრის სიღრმეში და პოზიციონირებული ზუსტად 5 მმ-ის სიზუსტით. რა თქმა უნდა, ეს ინსტალაცია არ ხდებოდა სწორი ტრაექტორიით, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ეს რთული კომპლექსური სისტემაა და დეტალი რამდენჯერმე იცვლიდა თავის პოზიციას. ეს ისრები ეგ 140 ტონიანი ორი ის არის, ანუ რომელიც ჯამში 280 ტონას ქმნიდა და მისი წონაც აი ამ ჩასატანი მაგნიტზე იყო 280 ტონა და ანუ იყო ზღვარზე მისული. თავისი გაბარიტების და სიმხელა იყო, რომ აი ეს შახტები, საიდანაც ხდებოდა აქ ჩატანა, ფაქტობრივად თლიანად ეჭირა ამ შახტისისა და ძალიან საპასუხისმგებლო იყო იმ თვალსაზრისით, რომ გათვლები უნდა ყოფილიყო ძალიან ზუსტი.
როდესაც ხედავ ესეთი მონსტრი, რომელიც არის ჩამოკიდებული 80 მეტრზე, რომელიც არის ზღვარზე მისული თავისი წონით, რომელსაც ამოძრავებენ იმ გათვლებით, რომელიც არის ჩვენი ჯგუფის მიერ გაკეთებული და ღმერთთან უკნას და იმ მომენტში რაღაცა შეცდომა რო ყოფილიყო და არასწორი კოორდინატა მიგვეცა, ბუნებრივია ეს გამოიწვევდა დაჯახებას, ინვერსია უნდა მოხდარიყო, ისე უნდა ამოეწიათ, იქ რაღაცა ის პრობლემა ადგილზე გადაეწყვიტათ და ისევ თავიდან ჩაედგათ, რაც იქნებოდა ჩვენი პროფესიონალური კატასტროფა და საინჟინრო კრახი. ENDCAP მაგნიტის ინსტალაციას დაჭირდა 2 დღე-ღამე. 2 ესეთი ნაწილი ჩაიდგა, ერთ მხარეში, მეორე მხარეში და ორივე ინსტალაციის პროცესზე პასუხისმგებლები ჩვენ ვიყავით და ესე წარმატებით შესრულდა ეს ამოცანა. რა მიმართულებითაც უნდა წავიდეთ, რა კუთხითაც უნდა შევხედოთ. დიდი ადრონული კოლაიდერი არავის ეჯიბრება, მაგრამ ყველა რეკორდს ხსნის. როდესაც დიდ ადრონულ ამაჩქარებელში ექსპერიმენტი მიმდინარეობს, წამში მილიარდობით პროტონის დაჯახება ხდება და ეს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე გრძელდება. საშუალოდ რომ გამოვთვალოთ, ყოველ წამს 40 მილიონი მეგაბაიტი ინფორმაციაა მისაღები და გადასამუშავებელი. მარტივად რომ თქვა, ამ ინფორმაციას დაახლოებით 8500 DVD დისკი დასჭირდება ჩასაწერად. ინფორმაციის რაოდენობა, რომლის გენერირებას ექსპერიმენტი 1 წლის განმავლობაში ახდენს, 10-ჯერ აღემატება მთელი მსოფლიოს ინტერნეტ ქსელში გამავალ ინფორმაციას. ატომის უმცირესი ნაწილაკები, პროტონები, ამაჩქარებელზე ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ და ყოველ წრეზე უფრო მეტ სიჩქარეს ავიდარებენ. მათი მოძრაობის კორექციისთვის 1624 ზეგამტარი მაგნიტი -271 გრადუსზე მუშაობს. ეს სპეციალური ფოკუსური მაგნიტებია. მათ შეუძლიათ აჩქარებული ნაწილაკები ვაკუუმური მილის შიგნით ზუსტ ტრაექტორიაზე ამოძრაონ. მილის დიამეტრი რამდენიმე სანტიმეტრია. კოლაიდერის გამაგრილებელი სისტემა 12 მილიონ ლიტრ თხევად აზოტს და 1 მილიონ ლიტრ თხევად ჰელიუმს მოიხმარს. ატლასში გამოყენებული კაბელების სიგრძე 3500 კილომეტრს აღემატება. ეს დაახლოებით იგივეა, რაც სამანქანო გზა შვეიცარიიდან საქართველომდე. კიდევ ერთი საინტერესო შედარება. ატომური აფეთქების დროს ატომები ტრილიონჯერ უფრო დაბალ ენერგიებზე ურთიერთქმედებენ, ვიდრე პროტონები კოლაიდერში. შესაბამისად, კოლაიდერი ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია მსოფლიოში. ლიფტი, საიდანაც ხდება პერსონალის და სტაფის, ასე ვთქვათ, ჩასვლა ქვევით, აი ხედავ. ეს არის security სისტემა, საიდანაც ხდება კონტროლი, ასე ვთქვათ, ვის შეუძლია შესვლა. რადიაციული ზონა იწყება, ყვითელი ფერი ნიშნავს, რომ აქ არის საშუალო ინტენსივობის რადიაცია. იქ არის თვალის დეტექტორი, ანუ ყველა პერსონალს, ვისაც აქვს უფლება იქ შიგნით შესვლის, აქვს წინასწარ გავლილი კოდი, თავისი კოდი. და პლუს კიდე ამას გარდა security online რეჟიმში აკონტროლებს ყველაფერ სიტუაციას, თქვათ, რა ხდება, ვიდეო კონტროლი იქნება ეს თუ აუდიო კონტროლი. ეხლა შესვლა ამჟამად დღეისათვის არის უკვე ლიმიტირებული არც პერსონალისთვის და არც სტეფისთვის აბსოლუტურად, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეხლა უკვე დაკონსერვებული არის ატლასის დეტექტორი. ატლასის დეტექტორში პროტონების დაჯახებისას ნაწილაკები იხლიჩებიან და წარმოიქმნება ახალი, ჯერაც უცნობი თვისებების მქონე ნაწილაკები. კოლაიდერის ერთ-ერთი ზედმეტსახელი ნაწილაკებზე მონადირეა, რადგან ფიზიკოსების მთავარი ამოცანაა მოუასწრონ დაჯახების დროს იმ იშვიათი ნაწილაკების დაფიქსირება, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა წამის მიასედზე მცირეა. ეს ის ნაწილაკებია, რომლებიც დიდი აფეთქების შემდეგ მატერიის ფორმირების პროცესში გაქრნენ. თუ ფიზიკოსები მათ ხელოვნურ აღდგენას მოახერხებენ, სამყაროს ბევრ გამოცანას გაეცემა პასუხი. გამოცანაც რთულია და ამოცანაც. განსხვავებული თვისებების ნაწილაკებს ბუნებრივია განსხვავებული აღმომჩენის სისტემები, ანუ დეტექტორები სჭირდება.
სწორედ ამიტომ ატლასი კომპლექსური დეტექტორია, რომელიც სხვადასხვა დეტექტორების რამდენიმე შრისგან შედგება. მისი ერთ-ერთი ურთულესი და მნიშვნელოვანი ნაწილი თაილკალორიმეტრია. So I'm very proud to say that ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ თანამშრომლობ ჩემს ქართველ კოლეგებთან. დღეს ატლასის ექსპერიმენტში დაახლოებით 15 ქართველი ფიზიკოსია ჩართული. ისინი 1993 წლიდან პირველი დღიდანვე მონაწილეობენ პროექტში და ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებენ. თაილკალორიმეტრზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. different phases from the construction of this detector, a very complex detector. As I say, there are something like almost პროექტში მსოფლიოს ბევრი ქვეყნის დაახლოებით 2900 მეცნიერია. თითოეულ მათგანს თავისი წვლილი შეაქვს ამ საერთო საქმეში. ეს რთული მოზაიკის აწყობას გავს. ყველა თავის ნაწილს დებს, რის გარეშეც საერთო სურათი არ გვექნებოდა. the picture would not be complete. In that sense, clearly ამ ხრივ ქართულ გუნდთან თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი, რომ ეს უმაღლესი კლასის თანამშრომლობა. it's a first class contribution. ეს თაილკალორიმეტრის პროექტი საერთოდ დუბნაში ხდება ამისი აწყობა და ქართველი ფიზიკოსები მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მის დაპროექტებაში და მის ფუნქციონირებაში. ბატონი ჯემალ ხუბუას ხელმძღვანელობით ხდება ეს ჯგუფი მუშაობს. CERN-ში მუშაობს ქართველი ფიზიკოსების ეგრეთ წოდებული დუბნის ჯგუფი. დუბნა აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი საერთაშორისო ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტია. ის მოსკოვთან ახლოს ამავე სახელწოდების ქალაქში მდებარეობს. ინსტიტუტში ქართველი ფიზიკოსების დიდი ჯგუფი მუშაობს. საქართველოს დუბნაში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. Georgia is a smaller country, it's a smaller group, but საქართველოს პატარა ქვეყანაა. CERN-ში ქართველები შედარებით პატარა გუნდი მუშაობს, მაგრამ მათ ატლასის დეტექტორის ერთ ნაწილზე, თაილკალორიმეტრზე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს. it's called the tile calorimeter, and also to some specific preparation investigation for the physics which we are going to do. 2002 წელს მას შემდეგ, რაც დუბნაში კალორიმეტრზე მუშაობა დასრულდა, დეტექტორი CERN-ში ჩაიტანეს. ქართულმა ჯგუფმა პროფესორ ჯემალ ხუბუას ხელმძღვანელობით მუშაობა CERN-ში გააგრძელა. სამუშაოს რამდენიმე ფიზიკოსი თბილისიდანაც შეუერთდა. დუბნელი ქართველების მონაწილეობა აი ამ თაილკალორიმეტრში არის საკმაოდ დიდი. თაილკალორიმეტრის მოდულებს ტესტირება ამ ლაბორატორიაში ჩაუტარდა. მართალია დეტექტორი უკვე ფუნქციონირებს, მაგრამ მას პერიოდულად შემოწმება და განახლება სჭირდება. არსებობს ადამიანი, რომლის გარეშეც ეს სამუშაო ძნელად წარმოსადგენია. ირაკლი მინაშვილი, ფიზიკოსი, ექსპერიმენტატორი, ადრონული კალორიმეტრის ლაბორატორიის თანამშრომელი, გუნდის ხელმძღვანელი. ჩვენი მოთხოვნით კეთდება დღევანდელ ელექტრონიკაში ყველაზე საუკეთესო ხელსაწყოების შექმნა. არავის არ ჭირდება ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც დღეს ჩვენს ექსპერიმენტში გამოიყენება. ირაკლი რომ მოდიოდა საქართველოში, რო ჩამოდიოდა, თქვა დასასვენებლად. ტელეფონის ზარი არ წყდებოდა, როდის მოbrunდება უკან. რასაც ჩვენ ხედავთ ახლა, ეს არის ორი მოდული ადრონული კალორიმეტრისა, ხოლო ნაწილი ადრონული კალორიმეტრის ეგრეთ წოდებული გრძელი მოდული, რომელსაც 6 მეტრის სიგრძე აქვს. დეტექტორი არის შედგენილი რკინა და სინცილატორისაგან. თაილკალორიმეტრის ერთ-ერთი სეგმენტი. სულ რო წარმოიდგინოთ, ესეთი სეგმენტი ქმნის აი ესეთ რგოლზე ესეთ ცილინდრი იკვრება და თითოეულ სეგმენტში არის აი ესეთი ოპტიკური ფირფიტები, რომელიც აკეთებენ ასე ვთქვათ, აი ამ ნაწილაკების აღმოჩენას. რკინაში ხდება ნაწილაკების ასე ვთქვათ ურთიერთქმედება და სინცილატორი კი აფიქსირებს ამ ურთიერთქმედებაში წარმოშობილ ნაწილაკების რაოდენობას. აი ეს არის ფინგერები, ასე ვთქვათ, სეგმენტები, რომელიც არის ასე ვთქვათ, აწყობილი ერთმანეთზე დადებული. თითოეული მათგანი წარმოადგენს მხოლოდ 64 ნაწილს იმ დეტექტორისა, რომელიც ადრონული დეტექტორისა, რომელიც არის შახტაში. როცა 64 მოდული ერთდროულად შეიკრიბება,
შეიქმნება ეგრეთ წოდებული კასრი, სადღაც 8 მეტრის დიამეტრისა. ბუნებრივია, აქ ძალიან მაღალი გეომეტრიული სიზუსტე არის საჭირო იმისათვის, რომ ეს კონსტრუქცია აეწყოს და ასე ვთქვათ, ბოლო სეგმენტი რომ ჩაჯდეს ისე რომ არავითარი კონფლიქტი არ იყოს აქ. 6 მეტრა სიგრძე მოდულისა, 2 მეტრა სიმაღლე, რომლის წონა არის 22 ტონა, მისი აწყობის სიზუსტე იყო 50 მიკრონი. ეს ძალიან დიდი სიზუსტეებია. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დუბნელი კოლეგები ძალიან კარგად და მაღალი სიზუსტით შეასრულეს ეს სამუშაო. აქ ჩვენ ქართველების ჯგუფი, როგორც ასეთი ცალკე შეუძლებელი, იქ არის საერთო საქმე, იმ საერთო ფერხულში ქართველები ჩაბმული არიან, მაგრამ რაღაც გარკვეული მომენტში ეს ქართული ჯგუფი ასრულებს გარკვეულ საქმეს, რომელიც ის არის თვითონ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი ამ საქმისა. სხვა ინოვაციებთან ერთად, დღეს CERN-ში ფართოდ არის გავრცელებული ვირტუალური ოფისები და პარალელური ინჟინერია. ლაშა შარმაზანაშვილის ჯგუფის მიერ დამზადებული ატლასის გეოგრაფიული მოდელი სწორედ ვირტუალური თანამშრომლობის შედეგია. ეს არის პრინციპი, რომელსაც ჩვენს ვიყენებთ ჩვენს მუშაობაში, კოლაბორაციაში ატლასთან ერთად. არჩი ლადო დავით, თუგე როგორ გესმით ჩემი? გამარჯობათ ბატონო. როგორ ბრძანდებით? ფაქტოს არჩი გაუმარჯოს, როგორ ახარ? ეხლა ჩვენ ვართ პარალელურ რეჟიმში თბილისის ოფისთან, სადაც იმყოფება სამი ჩვენი დიზაინერი, არჩი სუმავა, ვლადიმერ შეღდერაძე და დავით ტუსიშვილი. სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ოფისებიდან ხალხ შეიძლება რომ შემოვიდეს ამ ვირტუალურ ოფისში და ერთად მოხდეს განხილვა პროექტის არა მარტო მხოლოდ აუდიო, ვიდეო, ტელეკონფერენციის საშუალებით, არამედ მოხდეს თვითონ სამუშაო დესკტოპის შეარინგი, ანუ მოხდეს ერთი საერთო სამუშაო დესკტოპი იყოს, სამუშაო მაგიდა. აბა გვაჩვენე რაღაცა მოგცა, აი კონფლიქტი იპოვა მართლა. ერთი წამით მე ცოტა გავზდი ამ ფანჯარას, რომ ეს კონფლიქტი უფრო ვიზიბელი გახდეს. მინდა რომ ნახოთ, ესე იგი სად არის ეს რა ადგილი არის. ხო, აქ დაჯახება როგორც მე ვხედავ არ არის, უბრალოდ ძალიან ახლოს არის. 140 ინსტიტუტი კოლაბორატორი ყავს ატლას და როგორ ხდება თითოეულ ინსტიტუტში ხდება რაღაცა კვანძის დიზაინი. მას შემდეგ რაც მოხდება ამის დიზაინი, ეს კვანძები იგზავნებოდა აქ CERN-ში და ჩვენ ვაკეთებდით კონფლიქტებზე ანალიზს, რამდენად თავსებადი იყო აი ეს კონსტრუქცია მთლიანად თელ დეტექტორთან. და სწორედ აი ესეთი კონფლიქტები როცა აღმოჩნდებოდა, ჩვენ თბილისის ოფისში წერდით ტექნიკურ რეპორტებს და ვამბობდით, რომ ეს დეტალი ასეთი პოზიციით და ასეთი კონფიგურაციით არ შეიძლება რომ იქნეს ინტეგრირებული მთლიანად ატლასის დეტექტორში. მაშინ მთელი ეს სუპორტია, ეს ყვითელი ნაწილი რაც ჩანს, ხო, გამოდანილი რაც არის, ეს მთლიანად ამის პოზიცია არის შესაძლებელი. ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი იმაზე, რომ აი ეს კონფლიქტი გვეპოვა და გვეთქვა, რომ ამის ინსტალაცია არ შეიძლება. ეს არ არის ინტეგრირებადი მთლიან თელ დეტექტორთან. მე რა მაინტერესებს, იცი, აი ენდკაპსა და ბარელს შორის რომ მიხვიდე ახლოს და ნახოთ რა სივრცე გვაქვს მან. ამის შემდეგ ეს რეპორტი ხდებოდა ისევ იმ ინსტიტუტის, ასე ვთქვათ, დიზაინერთან, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი და შემდეგ ის აკეთებდა რედიზაინს, უკვე ჩვენი კონფლიქტიდან და ჩვენი აი ამ რეპორტების საფუძველზე აკეთებდა რედიზაინს და ისევ გვიგზავნიდა. ჩვენ ისევ ამოწმებდით და უყურებდით, გვაქვს რამე კონფლიქტი თუ არა. აი ამ ადგილს გეუბნები, უყურე არჩილ. თუ არაფერი კონფლიქტი არ არის, მას ჩვენ ვაძლევდით მწვანე შუქს, რომ ამის ინტეგრაცია შეიძლება უკვე მთელ დეტექტორზე. დიდი ადრონული კოლაიდერი პროტონებს და მძიმე იონებს უპრეცედენტო ენერგიებამდე აჩქარებს. მაგრამ სამყაროსთვის ეს არ არის უნიკალური მოვლენა. კოსმოსური სხივები დამუხტული ნაწილაკების ნაკადია, რომელთა ენერგიაც მილიონჯერ მეტია, ვიდრე კოლაიდერში აჩქარებულ ნაწილაკებს შეიძლება ჰქონდეთ. რა ძალები განაპირობებს მათ ასეთ ენერგიებამდე აჩქარებას, თეორიული ფიზიკის თავსატეხია, თუმცა მათ პრაქტიკულადაც იყენებენ. ატლასის შემდეგ ამ აჩქარებელზე ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი დეტექტორის CMS-ია.
ყველაზე მძიმე მაგნიტებით დაკომპლექტებული. ატლასთან ერთად ისიც ხიქსის ბოზონს, შავ მატერიას და არასტანდარტული ფიზიკის სხვა ფენომენებს იკვლევს. დიდ ადრონულ კოლაიდერზე, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ექსპერიმენტია და ერთ-ერთი ექსპერიმენტი არის CMS-ი, ანუ კომპაქტური მიონური სოლენოიდი. ჩვენ სადაც ვიმყოფებით, არის ზუსტად ის ადგილი, საიდანაც ხდება ექსპერიმენტის მართვა. ექსპერიმენტის ჩატარების დროს, როდესაც დეტექტორები არეგისტრირებენ სხვადასხვანაირ შემთხვევებს, შემდგომ მონაცემები გადმოეცემა აქ და ჩვენ ვახდენთ მონაცემების ანალიზს, მონაცემების ხარისხის განსაზღვრას. როდესაც ამ მაჩქარებლის წრეზე პროტონები და მძიმე იონები არ დაფრინავენ, დეტექტორები მუშაობას მაინც განაგრძობენ. ყველაზე მძიმე და კუნთმაგარი დეტექტორი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. ამისათვის იდეალური ვარიანტი არის დეტექტორი შევამოწმოთ კოსმოსურ სხივებზე. კარგად ცნობილია თეორიულად, რომ ძალიან ბევრი კოსმოსური ნაწილაკი ჩამოდის დედამიწაზე, რომელიც შეიძლება მოხვდეს ჩვენს დეტექტორში. ნაწილაკი, რომელიც გაივლის დეტექტორში, ჩვენ მისი დაფიქსირება შეგვიძლია. ამრიგად, შეგვიძლია განსაზღვროთ, როგორ მუშაობს ჩვენი დეტექტორი. მარცხენა მონიტორზე ნაჩვენებია რეალური კოსმოსური სხივი, რომელიც შემოდის დეტექტორში. ეს ნაწილაკი არის მიონი და მაგნიტური ველის შედეგად გადაიხრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ შევისწავლოთ წინასწარ დეტექტორის მუშაობა და აღმოვხვრათ ყველანაირი პრობლემა, რომელიც შეიძლება დეტექტორში იყოს. მაგნიტი, რომელიც კოსმოსური ნაწილაკების გადახრას იწვევს, ექსპერიმენტის დროს აჩქარებული პროტონების ტრაექტორიის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. Okay, toi, Camille, could you come with me? Just to play volunteer. არავინ დაიჯერებს, რომ სოფლიო მასშტაბის ურთულეს პროექტს შესაბამისი პრობლემებიც არ ახლდეს თან. პირველი ავარია კოლაიდერის პირველივე გაშვებისას მოხდა. There was the first 2008 წელს კოლაიდერი პირველად გაუშვით. კარგად მახსოვს, ეს იყო 10 სექტემბერი. ბევრმა იცის, რომ მაშინ სერიოზული ტექნიკური პრობლემა გქონდა. მოგეხსენებათ, კოლაიდერი ურთულესი პროექტია, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა. ამიტომ შემთხვევითი პრობლემებისგან დაზღვეული არ ვიყავით. და რეალურად სირთულეებს წავაწყდით. კოლაიდერზე 10,000-ზე მეტი მაგნიტია. მისი მუშაობის დროს 2 წყობრიდან გამოვიდა. ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობდა. 2 მაგნიტი თითქოს არაფერია, მაგრამ მანქანა სერიოზულად დააზიანა. კოლაიდერის შეკეთებას თითქმის 1 წელი დასჭირდა. დღეს მანქანა წყობრშია და ამ მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ატლას დეტექტორის აწყობის დროს ლაშა შარმაზანაშვილის ჯგუფმა 7-ზე მეტი განაცხადი გააკეთა. თითო განაცხადი 1-ზე მეტ საინჟინრო უზუსტობას ნიშნავს. უზუსტობა, რომელმაც შეიძლება საავარიო სიტუაცია შექმნას. გაფრთხილება შახტაში 280 ტონიანი ტოროიდული მაგნიტის ჩატანის დროსაც გააკეთეს. სანამ ჩაიტანენ მას, ჩვენი კალკულაციების მიხედვით მოხერხდა დადგენა, რომ შეიძლება ყოფილიყო clash-ი, ანუ error. და იქ მართლა ჩვენ ვიპოვეთ ისეთი კონფლიქტები, სადაც ეს მონსტრი ჩატანის დროს მართლა ეჯახებოდა იქ გარკვეულ ნაწილებს. 280 ტონა შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს თლიან დეტექტორს. იქ იყო სკეპტიციზმი, არ გვიჯერებდნენ. იყო ცოტა ესეთი უხეში ნათქვამებიც, რომ ქართველები თამაშობენ სამგანზომილებიან თამაშს თავის კომპიუტერზე, ეს არ არის სწორი. ან ჩვენ დაუფიქსირეთ კონფლიქტი, რომ იქ იყო დაჯახება, მათ არ დაგვიჯერეს. შესაძლო ავარიული უბნები ლაზერული სკანირებით შემოწმდა. ამაზე საკმაოდ დიდი დრო დაიხარჯა. მთელი 2 კვირით გადაიწია ამისმა ინსტალაციის პროცესმა, იმიტომ რომ იქ მოხსნეს მთელი მიონური კამერები, იმის და მიხედვით, როგორც ჩვენ უთხარით ეს გაცვლა. ქართველებს დაუჯერეს, თუმცა პასუხისმგებელი ინჟინერი თავისი ნახაზებით ხელში შახტაში დააყენეს და 280 ტონიანი მაგნიტი მის თავზე დაუშვეს.
და როგორც ძველ დროს გახსოვთ ხიდის ინჟინერს დააყენებდნენ ხიდის ქვეშ და გადაატარებდნენ ტვირთს და ეს დიზაინერი იდგა იმ ხიდის ქვეშ. აი დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ამ ჩემი გათვლებით, ამ ჩვენი ინჟინერების გათვლებით ვიდექი ქვევი და უყურებდი როგორ ჩამოდიოდა ჩვენი გათვლების შესაბამისად ეს ამხელა 280 ტონიანი მონსტრი. საბოლოოდ ტოროიდული მაგნიტის შახტაში ჩატანა წარმატებით და მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ჟენევა, შვეიცარია. იულიხი, გერმანია. კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ევროპაში, სადაც ქართველ ფიზიკოსებს შეხვდებით. ქალაქ იულიხის კვლევით ცენტრს CERN-თან ბევრი საერთო აქვს. მატერიის ელემენტარული ნაწილაკების კვლევა, ბირთვული ამაჩქარებელი და მომავლის ტექნოლოგიების განვითარება ცენტრის პრეროგატივაა. ბირთვული კვლევების ინსტიტუტი აქ 1956 წლიდან არსებობს. მოგვიანებით კვლევის სფეროები გაფართოვდა და 1990 წელს იულიხის კვლევითი ცენტრი დაერქვა. მისი წლიური ბიუჯეტი საშუალოდ 500 მილიონი ევროა. აქ მუდმივად 4300 მეცნიერი მუშაობს. 2007 წელს იულიხის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, გერმანელი ფიზიკოსი პიტერ გრუნბერგი სპინტრონიკის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით პირველი პრაქტიკული ხელსაწყოს შექმნისთვის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. თანამედროვე მეცნიერებაში ნელ-ნელა დაიწყო ლაპარაკი სპინტრონიკაზე. რა არის სპინტრონიკა? ამაზე ცოტა მოგვიანებით. ისე კი თავის დროზე, სწორედ მისი წყალობით გახდა შესაძლებელი პირველი გიგაბაიტიანი მყარი დისკის შექმნა. ქართველი ფიზიკოსების იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის იდეა 1993 წელს გაჩნდა. დუბნაში მათ იულიხის ჯერ კიდევ მშენებარე ამაჩქარებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორი ოტო შულცი შეხვდა. ქართველებს უკვე ჰქონდათ მსგავს ამაჩქარებელზე მუშაობის დიდი გამოცდილება და თანამშრომლობის იდეაც გაჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს ქართველი ფიზიკოსების წვლილია. რითი არის საინტერესო ასეთი ტიპის ექსპერიმენტები? დეტექტორი არის ფაქტიურად იგივე გამადიდებლიანი თვალი. ათას 1998 წელს იულიხის კვლევითმა ცენტრმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ამავე წელს ქართველმა ფიზიკოსებმა კოზი ამაჩქარებელზე ანკე ექსპერიმენტის მომზადება დაიწყეს. ექსპერიმენტი დღემდე გრძელდება. დროთა განმავლობაში იულიხში საქმის მოცულობის ზრდასთან ერთად ქართველი ფიზიკოსების რაოდენობამაც იმატა. თავიდან ეს ჯგუფი იყო პატარა, ანუ ჩვენ ვიყავით 5-6 კაცის შემადგენლობით, მაგრამ ეს ჯგუფი 2000 წლიდან გაიზარდა. პირველი სადიპლომო სამუშაო 2000 წელს აქ ჩაატარა ირაკლი ქეშელაშვილმა, რომელიც დღეს არის პოსტდოკი ბაზელის უნივერსიტეტში. ის ამავე დროს არის ანკე კოლაბორაციის წევრი და აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ექსპერიმენტების მომზადებაში და დამუშავებაში. კულერ სინქროტრონი, ცნობილი აბრევიატურით კოზი, ურთულესი მანქანაა და უნიკალურია მთელ მსოფლიოში. მისი ყველა კომპონენტი ცალკეულ ლაბორატორიაში წინასწარ მომზადებას გადის. ეს არის ლაბორატორია, სადაც ირაკლი ქეშელაშვილის მიერ კოზი ამაჩქარებელზე მიმდინარე ექსპერიმენტისთვის გაზური დეტექტორების მომზადება და ტესტირება ხდება. ირაკლი ქეშელაშვილი, ფიზიკოსი ექსპერიმენტატორი, ბაზელის უნივერსიტეტი. იმისათვის, რომ მეცნიერებმა დაინახონ, როგორ მუშაობს სამყარო მიკროსკოპულზე უფრო დაბალი, ანუ ატომების და ელემენტარული ნაწილაკების დონეზე, საჭიროა განსაკუთრებული, ჭკვიანი ხელსაწყოები. ადამიანის თვალის დამხმარე ოპტიკური საშუალებები და ელექტრომაგნიტური ტალღები აქ უკვე აღარ გამოდგება.
იმისათვის რომ ატომის შიგნით დავინახოთ რა ხდება. საჭირო არის უფრო ღრმად შესვლა მატერიაში. დეტექტორის საშუალებით ფიზიკოსი აკვირდება ბუნებას ატომის სუბსტრუქტურის დონეზე. აი ამ ლაბორატორიაში ძირითადად ვაკეთებთ გაზურ დეტექტორებს. დეტექტორი არის ფაქტიურად იგივე გამადიდებლიანი თვალი. თითოეული დეტექტორი შედგება ბევრი სხვადასხვანაირი ტიპის დეტექტორებისაგან, რომლებიც გამოიყენება ამ ნაწილაკების დეტექტირებისათვის. არიან დეტექტორები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა მატერიების ოპტიკურ თვისებებს, არიან რომლებიც იყენებენ თქვათ გაზურ გაძლიერებას. გავიგოთ მათი პოზიცია, სად გაიარეს, როდის გაიარეს და რა ენერგია დატოვეს ამ დეტექტორებში და შემდეგ შეგვიძლია აღვადგინოთ ეს მოცემული ფიზიკური რეაქცია ამ ინფორმაციის საშუალებით. როცა თვალები მზად გვაქვს, შეგვიძლია სინათლის სიჩქარემდე აჩქარებულ ნაწილაკებს დავუწყოთ დევნა, დათვლა და გამოთვლა. განსაკუთრებულ ფიზიკურ პირობებში მათ ქცევაზე დაგვირვება. მატერიის განსაკუთრებულ პირობებს სწორედ ქულერ სინქროტრონი, ანუ ეს მანქანა, კოზი ქმნის. Okay, გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ ახლა კოზის დარბაზში იმყოფებით. კოზი ეს არის სპინური ფიზიკის მანქანა, რომელიც ფაქტობრივად უნიკალურია მსოფლიოში. What we do here is we accelerate and store ჩვენ აქ პროტონებს და დეიტრონებს ძალიან მაღალ ენერგიებამდე ვაჩქარებთ. მაგალითისთვის, სიჩქარე იმდენად მაღალია, ამ ჩქარებლის გვირაბში ნებისმიერ ადგილას რომ დადგეთ, აჩქარებული ნაწილაკები წამში მილიონჯერ ჩაგიფრენენ. The beam passes by 1 million times per second. ექსპერიმენტს, რომელზეც ქართველი ფიზიკოსები იულიხის კვლევით ცენტრში მუშაობენ, ორმაგად პოლარიზებული ექსპერიმენტი ქვია. ექსპერიმენტატორი ფიზიკოსები პროტონების და დეიტრონების სპინურ სტრუქტურას იკვლევენ. თუ ფიზიკასთან მაინც და მაინც ახლოს არ ხართ, ალბათ ეს ჭკვიანი სიტყვები ბევრს არაფერს ამბობენ. საქმე სპინტრონიკას, ანუ კვანტურ ელექტრონიკას ეხება. სპინური თვისებების შესწავლა არის სულ თანამედროვე სიტყვა, თანამედროვე მეცნიერებაში, ფიზიკაში. მომავლის ელექტრონიკა ძირითადად დამყარებული იქნება უფრო აი ამ ელემენტარული ნაწილაკების სპინურ სტრუქტურაზე. დღემდე რა თქმა უნდა ჩვენ ვიყენებთ ელექტრონის და თქვათ კრისტალების თვისებებს, იმისათვის რომ გავაკეთებინა ნახევარგამტარები, გავაკეთებინა დღემდე თანამედროვე პროცესორები, მომავალში ეს იქნება კვანტური კომპიუტერები, რომლებიც იგივენაირად სპინურ სტრუქტურაზე იქნება დამოკიდებული. როდესაც ნაწილაკის სპინი არის დაფიქსირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი თავისუფლების ხარისხი. პოლარიზაცია, აი წარმოიდგინეთ, რომ ავიღოთ რაღაცა ლურსმები და დავყაროთ ისინი მაგიდაზე, ხომ? ყველა იქნება ალბათურად განლაგდება. ეს იქნება არაპოლარიზებული შემთხვევა. თუ ჩვენ ავიღებთ დავუშვათ 100 ლურსმას, 30-ს დავალაგებთ ისე წვეროებით ერთი მიმართულებით, 10-ს დავალაგებთ მოპირდაპირ მიმართულებით, ეს იქნება უკვე პოლარიზებული ლურსმები, რომელიც პოლარიზაციას იქნება 80%. დაახლოებით იგივეა პროტონისთვის, რადგანაც პროტონს აქვს გამოყოფილი მიმართულება, რომ წარმოიდგინოთ, პროტონი ეს როგორც პატარა ბურთულა, რომელიც ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო. ეს უკვე ნიშნავს, რომ მას აქვს ბრუნვის ღერძი და ბრუნვის მიმართულება, ანუ აქვს სპინი. ელექტრონიკამ ჩვენ მოგცა საშუალება, რომ დღეს შეგვიძლია მაგალითად გავაკეთოთ სულ უბრალო მარტივ კომპიუტერს შეუძლია, iPhone შეუძლია 700 მეგაჰერციანი პროცესორი აქვს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია 700 მილიონი პროცესი გააკეთოს ერთ წამში. მაგრამ ეს ხდება რის ხარჯზე, რომ ელექტრონების დიდი ჯგუფი, რამდენიმე ათასობით ელექტრონი მიედინება რაღაც გამტარში ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. და თუ ჩავართ ჩვენ სპინურ სტრუქტურამდე, ეს იქნება უბრალოდ ელექტრონების და ან ელემენტარული ნაწილაკების გადაბრუნება-გადმობრუნებაზე. ანუ ჩვენ უფრო ნაკლები ენერგია დაგვჭირდება იგივე манипуляციებისთვის, უფრო ჩქარი გავხდებით და ალბათ მომავლის განვითარებაც დამოკიდებული იქნება ესეთ რაღაცაზე.
რა თქმა უნდა, ფიზიკოსები გამოთვლებისა და ექსპერიმენტების გაუთავებელი პროცესით ცხოვრებას მხოლოდ მეცნიერული აზარტის გამო არ ირთულებენ. ახალი გამოცდილება ახალ შესაძლებლობებს იძლევა. დღეს მიღებული ცოდნის შედეგი ხვალ უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება. კვანტური კომპიუტერები, კიდევ უფრო სწრაფი ელექტრონიკა და ინტერნეტი. ამოუწურავი საინფორმაციო მეხსიერება მიკროჩიპებში. ტექნიკა რთულდება და იხვეწება. იმის პროპორციულად, რამდენად ცნობილი ხდება მეცნიერებისთვის მატერიის სტრუქტურა, ქცევა და ბუნება. მაგრამ ამ კვლევებს აქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მხარე. დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტების მსგავსად, ფიზიკოსებს აქაც ამ ექსპერიმენტით პირველ რიგში სტანდარტული მოდელის შემოწმება, დადასტურება სურთ. ექსპერიმენტს ყოველთვის თეორია უსწრებს. თეორია კი ექსპერიმენტმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს. მეცნიერები სკეპტიკურად განწყობილი ხალხია და უბრალოდ თეორიებს არ ენდობიან. One of the questions that we ask in these რატომ ხვდებით ბუნებაში მხოლოდ მატერიას და სად არის ანტიმატერია? ეს ერთ-ერთი ძირითადი კითხვაა, რომელზეც პასუხი სწორედ ამ ექსპერიმენტმა უნდა გაგვცეს. ასე რა თქმა უნდა, ჩვენ დასასიკეთოდ ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მატერიის და ანტიმატერიის თანაბარი რაოდენობა ერთმანეთს გაანეიტრალებდა და ყველაფერი გაქრებოდა. ჩვენც ყველაფერთან ერთად. the most complicated experiment that we ever ეს ყველაზე რთული ექსპერიმენტია, რომელიც ამ მანქანაზე ჩატარებულა. მასზე ქართველი ფიზიკოსების კოლაბორაცია მუშაობს. მიღებული შედეგი თავადვე უნდა გააანალიზოთ. Let me mention one მინდა აღვნიშნო, რომ ექსპერიმენტის სპიკერი ქართველია. იულიხის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ანდრო კაჭარავა. research center in Jülich and his name is Anto Kaczarava. თქვენ შეამჩნევთ ალბათ როგორი ხმაურია, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ისტორიული დღე ქართული ფიზიკოსებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვდგევართ ახლა ცოცხალ ექსპერიმენტთან. ეს ექსპერიმენტი უკვე 3 კვირის განმავლობაშია მიმდინარეობს. ამიტომ ექსპერიმენტის გარკვეული ნაწილები, დეტექტორი, სამიზნე მოითხოვს შემოწმებას. ეს შემოწმება დავამტყუეთ ჩვენი ქართული ჯგუფის შემოსვლას, ჩვენ მოგცეს საშუალება შემოვსულიყავით და გაგვეჩვენებია, ანუ ონლაინში როგორ ხდება ექსპერიმენტის ჩატარება. ამიტომ ამ წუთას 1-2 საათის შემდეგ ეს ექსპერიმენტი ისევ გაგრძელდება კიდევ 3 კვირის განმავლობაში. We want to give our greetings. ეს ძალიან რთული მანქანაა. არ ვიცი ქართველი ფიზიკოსების და ინჟინრების გარეშე მიმდინარე ექსპერიმენტს თავს როგორ გავართმევდით. From Georgia. დეტექტორების ამ რთულ კონსტრუქციაში კიდევ ერთი ქართველი ფიზიკოსის წვლილია. 1995 წელს გოგი მაჭარაშვილმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც იულიხის კვლევით ცენტრს შესთავაზა ახალი ტიპის, ჩერენკოვის დეტექტორის დამზადება. დეტექტორი გადამწყვეტი გამოდგა ანკე სპექტრომეტრის სრულყოფისათვის. მისი დიზაინი მიხეილ ნიორაძემ და ბადრი ჭილაძემ თბილისის უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში შექმნეს. დეტექტორი დამზადდა დუბნაში. წარმატებული გამოცდის შემდეგ ანკე სპექტრომეტრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. სწორედ ეს დეტექტორი იყო ირაკლი ქეშელაშვილის სადიპლომო ნამუშევრის თემა. დროთა განმავლობაში ჩერნეკოვის დეტექტორმა გამოყენება სხვა ექსპერიმენტებშიც ჰპოვა. რა თქმა უნდა, ყველას თქვენ შეამჩნევთ, რომ ჩვენ ყველას გვიკეთია დოზიმეტრები. ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს აქ ყოფნა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს დაჯახების შედეგად წარმოიქმნება მაღალი ენერგეტიკული ნაწილაკები, რომელსაც შეუძლია გაიაროს ყველაფერში. ეს იგივე დასხივებაა უკვე. ჩვენ გვაქვს საშუალება შემოვიდეთ გარკვეული დროით, ხოლო გარკვეული დრო შეგვიძლია დავყოთ. ამიტომ სანამ ჩვენც ნათება დაგვიწყია, ამ აჩქარებლის გვირაბს სწრაფად დავათვალიერებთ და დავტოვებთ, რომ ექსპერიმენტს გაგრძელების საშუალება მივცეთ. კოზი ამ აჩქარებელს წრიული ფორმა აქვს და მისი პერიმეტრი 184 მეტრია. საერთოდ როგორ შემოგვიშვეს აქ ვერ ხვდები. ამ აჩქარებელზე ნაწილაკების ტრაექტორიის შესანარჩუნებლად ურთულესი მაგნიტები გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი სიმაღლით 3 მეტრია და 60 ტონას იწვევს. ერთი ზემეტი შეხება და ამ ექსპერიმენტს 20 წლით უკან დავწევ ალბათ. უამრავი მაგნიტები, ტუმბოები, გამაგრილებლები, კაბელები და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ აჩქარდეს პროტონები და შემდეგ აი იქ დეტექტორში დაეჯახონ წყალბადს.
ეს არის მთავარი დეტექტორი ანკე, სადაც ახლა ტარდება ქართული ექსპერიმენტი, ქართველი მეცნიერების მიერ შეთავაზებული ორმაგად პოლარიზებული ექსპერიმენტი. აი აქ ეჯახებიან ერთმანეთს ნაწილაკები, წარმოიქმნება ახალი ნაწილაკები, რომელსაც გაზომავენ, აწონიან, დათვლიან და გაუშვებენ კომპიუტერში ციფრული მონაცემების სახით. დეტექტორებიდან წამოსული ინფორმაცია არის ძალიან დიდი ზომის. მაგალითისთვის ვიტყოდი, ყოველ საათში ეს ინფორმაცია შეადგენს 20 გიგაბაიტს. ექსპერიმენტი კიდევ მიდის დაახლოებით რამდენიმე კვირის განმავლობაში და თითქმის გაუჩერებლად. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები, რამხელა ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ინფორმაცია, რაც არ უნდა კოლოსალური იყოს, ფიზიკოსები მონიტორინგს ჩაუტარებენ. აღადგენენ იმ პროცესს, რაც ნაწილაკების დაჯახების დროს მოხდა. გაანალიზებენ და თუ რამე ღირებულია, ფორმულებად აქცევენ. როგორც უკვე ითქვა, მიღებული შედეგებით თეორიული მოდელი მოწმდება. რამდენად სწორია ეს მოდელი? რა შესწორებებს მოითხოვს? თუ ექსპერიმენტის შედეგები და თეორიული ვარაუდები იდენტურია, თეორია სწორია და შეგვიძლია შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ. თუ არა, მაშინ საჭიროა დამატებითი ექსპერიმენტის ჩატარება. და აქ უკვე უფრო საინტერესო ფიზიკა იწყება, ანუ რაღაცა ესე იგი არ გვცოდნია, რაღაცა ისეთი არის, რაც უფრო საფიქრალია და თქვა დამატებითი ექსპერიმენტი შეიძლება მოვითხოვოთ. ზოგჯერ ჩნდება აუცილებლობა მიღებული ინფორმაცია უფრო მაღალ საფეხურზე შემოწმდეს. მაგრამ შემდეგ რომ უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ საკითხებში, ასევე საჭიროა ისეთი ნაკადები, რომელიც არის, თქვათ, ანტიპროტონების ნაკადი. მოქმედი ამაჩქარებლებიდან ეს არის თავისი ენერგეტიკული და თავისი თვისებებით არის CERN-ში, სადაც არის ID რგოლი, ანუ ID ringi, ესე ინგლისურად რო ვთქვათ. Antiproton deceleration ring. ამიტომ ჩვენ ეხლა გვაქვს წარდგენილი პროექტი CERN-ში, CERN-ის კომიტეტი იხილავს ამას, რომ ეს პროექტი, რასაც და გამოცდილება, რაც ჩვენ აქ დავაგროვეთ და რაც ანკე ექსპერიმენტზე გვაქვს, ეს ავტომატურად გადავიტანოთ ახალ ექსპერიმენტში, რომელიც გაიმართება CERN-ში. ვირტუალური კვლევების ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობა ორმხრივია. იულიხის კვლევით ცენტრში CERN-ის შეკვეთით პრეექსპერიმენტებიც ტარდება. დღეს სამეცნიერო ექსპერიმენტზე მუშაობისთვის ლაბორატორიისა თუ მეცნიერების გეოგრაფიულ მდებარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. მეცნიერების მთავარი ოცნებაა შეიქმნას უნივერსალური თეორია, რომელიც ბუნების ყველა მექანიზმს ახსნის და გააერთიანებს. ამისათვის კოლოსალური ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსების გაერთიანებაა საჭირო. სწორედ ამაზე მუშაობენ ვირტუალური ინსტიტუტები, ოფისები და საერთაშორისო კოლაბორაციები. ამ ვირტუალურ სივრცეში თავისი ადგილი ქართულ ფიზიკოსებსა და ინჟინრებსაც აქვთ. დიდი ადრონული კოლაიდერის ოდესმე არსებულიდან ყველაზე ძვირადღირებული ექსპერიმენტის ხარჯი დაახლოებით 6 ბილიონი დოლარია. ხარჯი, რომელიც უნდა ითქვას, რომ უკვე გამართლებულია. ვინაიდან დიდი ადრონული ამაჩქარებლის მშენებლობის პროცესში რევოლუციური ტექნოლოგიური პროგრესი მოხდა. და მაინც შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ვერა და ჩვენ რა? თუ კი მოხდა კიდეც ტექნოლოგიური რევოლუცია. რაში გვჭირდება ეს კოლაიდერი მთელი თავისი შავი ხვრელებით და ბნელი მატერიით? პოლარიზებული ნაწილაკები და ჩვენთვის გაუგებარი კიდევ 1000 რა. მეცნიერები რაც უფრო მეტს იგებენ, მით უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ. ეს ხომ ფაქტია. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ნებისმიერ ტექნიკურ ნოვაციას, რომელიც ჩვენ ცხოვრებას ასეთ კომფორტულს ხდის, წინ ფუნდამენტური ფიზიკის აღმოჩენები და ექსპერიმენტები უსწრებდა. რაც უფრო მეტად ვიცნობთ ბუნებას, მით უფრო ეფექტურად მართავთ მას. რა მოხდებოდა მოუსვენარ ფიზიკოსებს თავის დროზე ელექტრონი რომ არ აღმოეჩინათ.